ეთერში საღამო მშვიდობისა ბატონ გია დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. ბატონ გია, ძალიან საინტერესოა რა განცდა შეიძლება დატოვოს მოქალაქეებზე იმან, რაც დღეს მოისმინა, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლის მცდელობაზე, რა შეფასებას მისცემთ პრეზიდენტის ამ განცხადებას და ასევე გამოხმაურებას მართველი გუნდიდან? ხო, საზოგადოებაში მრავალფეროვანი განწყობა იქნება, საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი და შესაბამისად შეიძლება საპირისპირო განწყობებით შექმნილი იყო, მე უბრალოდ შემიძლია ჩემი პოზიცია წარმოვადგინო. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამას რამდენიმე ასპექტი აქვს, ხო და რამდენიმე მონაწილე მხარე იყო მთელ ამ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის განცხადებას ჰქონდა თავისი პრედისტორია, ხო, პრეზიდენტს სარიელ ადგილზე ხო არ გაუკეთებია ეს განცხადება, მან უბრალოდ საკმაოდ დიდი პაუზა გააკეთა, თუ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით და თუ მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით, ეს ისტორიები დღეს არ დაწყებულა. რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი მისი აი ამ ოჯახში რაღაც აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმირებულები იყვნენ და პრინციპში მათ დაიჭირეს საკმაოდ დიდი პაუზა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტთან არ გაუკეთებია ის განმარტება, რაც ახლა ფართხაფურთხით შეთხზეს უცბად და რაღაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არაადეკვატური ტექსტი იყო, იმიტომ რომ იქ ლაპარაკია ფორმალურ მხარეზე, რომ ჩვენ უფლება გქონდა რომ ოპერატიული და ასე შემდეგ, საკმაოდ კომუნისტურ სტილში გაკეთებული, რომ თურმე რაღაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ანუ ეს იყო, აი როგორ გითხრათ რა, ეს საშინელი წასაკითხი განცხადება და სინამდვილეში პრეზიდენტის პრეტენზია, რამდენიც მე მესმის, იმაში კი არ იყო, რომ მათ ფორმალურად ჰქონდათ თუ არა რამის უფლება. არამედ რაზე ელაპარაკებოდნენ ამ ადამიანს იქ შიგნით შესული ჩხრეკაზე, ეგრეთ წოდებულ ჩხრეკაზე ადამიანები, სხვა საკითხია, რომ ჩხრეკის დროს არაფერი არ აღმოჩნდა, მაგრამ რაზე ელაპარაკებოდნენ, რა ინტერესი ჰქონდათ მასთან, ხო? იქ ღია საუბარი იყო, რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ. რაზე გამოსაძიებელი თვითონ ფორმალური მხარე კი არ იყო, აი ეს იყო. და ამაზე არაფერი არ არის ნათქვამი. მე დამრჩა შტაბ-ეჭდილება, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ან პრემიერ-მინისტრი დავადანაშაულო, ან შინაგან საქმეთა მინისტრი თუნდაც, იმიტომ რომ როგორც ჩანს ორივე თხემალზე იჯდა ამ სიტუაციაში და დღემდე თხემალზე ზიან, იმიტომ რომ თუ შინაგან საქმეთა მინისტრი დაკმაყოფილდა იმ განმარტებით, რაც ოპერებმა გაუკეთეს, ხო? აი ეს სისულელე რაც დაუწერეს და მე ხელი მოაწერინეს, ნუ მაშინ მე ვიფიქრებ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილა ოპერების მარიონეტი და მეტი არაფერი, ხო? იმიტომ რომ რამდენადაც მე ვიცი, პრეზიდენტის პრეტენზია არ ეხებოდა ამ ნაწილს, რა განმარტებებიც გაკეთა, ეხებოდა იმ ნაწილს, თუ ეს იარაღიანი უფორმო ადამიანები რაზე ელაპარაკებოდნენ, რა ინტერესს გამოთქვავდნენ პირადად მის მიმართ. ეს იყო გამოსაძიებელი. რასთან შეიძლება გქონდეს საქმე ბატონ გია, რომ პრეზიდენტი ასეთი ყურადღების ცენტრშია, როგორც თქვენ თქვით, უფორმო და შეიარაღებული ადამიანების. რა არის, იცით, მე ეს არის ძიების საგანი, ხო? მე თავს არ მივცემ უფლებას, რომ იმაზე მეტი ვთქვა, მე შეიძლება მქონდეს ჩემი ვარაუდები, მაგრამ გამოძიება ამაზე არის ჩასატარებელი და ეს ფორმალური კომუნისტურ სტილში დაწერილი, რომ იქ თურმე არარეგისტრირებული ქორწინება და ნასა მართლები და რაღაცეები, ხო? აი ამ სტილში დაწერილი წერილებით, ესე რომ ვთქვათ, საქმის გადაგორებებს თავი გაანებონ, თორემ მათთვის დამთავრდება ეს საბოლოო ჯამში უბედურებით. და მე დამრჩა ესეთი შტაბ-ეჭდილება, რომ ღებრიშვილიც აზზე არ არის, რაზე მოაწერინეს, მივიდნენ რაღაცა აუხსნეს, დააბოლეს და მოაწერინეს ხელი რაღაც სისულელეზე, ხო? როგორ შეიძლება ესე, კაცო? გაერკვიე თემაში, ხო? რა პრეტენზია, პრეზიდენტის პრეტენზია იმაზე იყო, რომ ჩხრეკის უფლება არ ქონდა თუ იმაზე იყო, როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები და რა სიტყვოდნენ იმ კაცისგან, ხო? გაერკვიე და მე მოაწერე ეს რაღაც. ბატონ გია, ეს ერთი რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას და მეორე რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს. ალაძის განცხადება მოვისმინეთ და მანანა კობახიძის ასე. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, მე სამი სიტყვით შევაფასებ ამას. ხო, ეს არის არაკომპეტენტური, არაპროფესიონალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და აგიხსნით რატომ. ამ ადამიანებმა მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არიან ამდენი წელი, ვერ გაიგეს მარტივი რაღაცა, რომ
ხელისუფლება იმით განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქისგან და საზოგადოებისგან, რომ ის ვერ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმპციით. პირიქით, მას აქვს დანაშაულის პრეზუმპცია. და ეხლა მომჩივან შენ მუდმივად მოთხოვ მტკიცებულება მომიტანე და თუ მტკიცებულებას არ მომიტან, მე საქმეს არ აღძრავ და არაფერს არ გავაკეთებ, მაშინ ეხლა ზამე 9-1-ზე რო დარეკოს ვიღაცამ და თქვი უთხრას რომ სახში მივარდება ვიღაცა. რა უნდა უპასუხო? ნიკიდა უნდა უპასუხო მტკიცებულებას თუ არ მომიტან არსადაც არ ანუ აი ამ სისულელით არიან დაკავებულები. მათ მიაჩნიათ რომ რო იტყვიან რომ ვიღაცამ მტკიცებულება მომიტანოს, თორე მე ისე არაფერს არ გავაკეთებ, ეს არის ადეკვატური. მათ არა აქვთ ამით განსხვავდებიან ისინი ეს ტვირთია, ეს პასუხისგებლობის ტვირთია მათზე რომ მათ უნდა დაამტკიცონ რომ ისინი არაფერ შუაშია. ეს არის მათი ვალდებულება და არა ის რომ მომჩივანს მოთხოვონ მუდმივად წინასწარ მტკიცებულებები, თორე ისე საქმეს არ აგუძრავ, ხო? მთავარი პროკურორის განცხადებაც არაადეკვატური იყო. თურმე მზად ყოფილა რომ შეხვდეს პრეზიდენტს და იმას და ნუ შეიძლება იქ რაღაც ჩაიზე ეს არაფორმალური შეხვედრა რა უბედურებაა ვერ გავიგე. რა მისი საქმეა ვინმესთან შეხვედრა, კაცო? იყო საჯარო განცხადება? ხო, ანუ დანაშაულზე მითითება აღძარი საქმე და აღძრული საქმის ფარგლებში მე დაკითხე თუ გინდა ერთი და თუ გინდა მეორე. აი შევხვდები და მე თურმე მიიღებს გააცვეთილებას აღძრას თუ არა. აღძრულ საქმეზე უნდა დაელაპარაკოს და საქმიანად. და არა ისე რომ თურმე დღეს ყოფილა კეთილი ნება გამოავლინა მთავარმა პროკურორმა რომ ხო, ნუ კიდე არის რამდენიმე საკონსტიტუციო სასამართლოზე გადავალ ცოტა ხანში მინდა უბრალოდ ერთ ეპიზოდს მივაქციო ყურადღება პაპუაშვილის და მარგველაშვილის განცხადებები დაემთხვა საეჭვოდ ერთმანეთს, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ხელისუფლებას. ანუ ეს სერიოზულად განიხილება თქვენი ინფორმაციით, რომ ერთად მოიაზრებენ პაპუაშვილს მარგველაშვილს. იქ ეხა რა პარანოია ტრიალებს ქართულ ოცნებაში, ხო და რა სისულელეები განიხილება, მე ამაზე კომენტარი როგორ გავაგე, 1000 სიგიჟე განიხილება ალბათ, ხო? კი არ დაემთხვა, კაცო, ესეც იყო, მივიდა პაპუაშვილი, ხო? ეს შემთხვევით კი არ დაემთხვა მართლა ესე იყო პროცედურულად. პაპუაშვილი იყო პრეზიდენტა მისული, ვნახეთ ეს კადრები, ხო? პაპუაშვილი წავიდა და პრეზიდენტმა, რა თქმა უნდა, პაპუაშვილის წასვლის შემდეგ გააკეთა ეს შემთხვევით ორი ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო იქ, ხო? ანუ რა მიაჩნია ეხა ხელისუფლებას, რომ მარტო შსს და პროკურატურა ინსტიტუტი? პრეზიდენტი ინსტიტუტი არ არის, უზენაესი უპროფესორად საკონსტიტუციო სასამართლო ინსტიტუტი არის. გარდა ამისა პოლიტიკური უგუნურებაა მათი საქციელი პირდაპირ გეტყვით. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ბიჭო, თუ დარწმუნებული ხარ რომ ეს პაპუაშვილი ტყუილს ამბობს და პოლიტიკური ინტერესი აქვს, შეკაი ადამიანო, აღზარი საქმე და გამოიძიე და დაამტკიცე რომ ტყუილს ამბობს რა. იქით შეუტრიალე. რო არ იძიებდა, რო ირიდებდა სირაქლემას პოზაში რო დგევი, ამით ხო კითხვებს კი არ ხსნი, კიდევ უფრო აძლიერებს. რატო ვერ ახერხებს ამას? პოლიტექნოლოგიურად, კი ბატონო, აი საინტერესოა. უგუნურება, იდიოტიზმი და მეტი არაფერი. მეტი დიაგნოზის დასმა აქ არ შეიძლება. საღათ მოაზროვნე ადამიანი აღძრავდა აქ საქმეს და იქით შეუტრიალებდა თუ დარწმუნებულები არიან რომ ტყუილს ამბობს, კაცო, აღძრავდი საქმეს, გამოვიძიებდი, დავადგენდი რომ არც არაფერი ზეწოლა არ ყოფილა და იქით მოვახდენდი პაპუაშვილის ესე რომ ვთქვათ დისკრედიტაციას მართლა, ხო? რომ აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებებს. პრევენტულად განცხადებაზე პირდაპირ რომ მოაყოლეს თან პაპუაშვილს არც უთქვამ საიდან იყო ზეწოლა. ხელისუფლების ხო არ დაუდია ბრალი. იქნებ რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ, მან ხო არ იცოდა ეს. და მეორე დღესვე რო გამოდიან და რო დაეწყობიან და ჭორაობა და ამ სისულელეებს რო ლაპარაკობენ საქმე, ნუ გამოიძიებ, აღძარი საქმე, კეთილინება აჩვენე და ამით მოკალი თემა, ხო, ბოლო-ბოლო. რა სისულელეა წაყრუება, თვალების დახუჭვა და პოლიტიკურად, ხო, ეხა რომ ამბო, აი გამოდის მანანა კობახიძე და კიდე ლაპარაკობს რომ რაღაც ნასვამი იყო პრეზიდენტი და ასე შემდეგ, ხო? და სმა უყვარს თურმე და ვისკი უყვარს და ისო თავდა იქნებ გადაგორდეს, ხო? ესე ხო 5 წლის ბავშვები აღარ იქცევიან ამ ქვეყანაში, ხო? როგორ შეიძლება ზრდასრული ადამიანები აი ესე იქცეოდნენ? არ გადაგორდება. ოჯახში მიხედოს რა ხდება რა? და სხვებზე ნუ ლაპარაკობს. პრეზიდენტ, ეხლა მე გეკითხებით, პრეზიდენტის ინსტიტუტების დისკრედიტაციას ვინ ახდენს? საკონსტიტუციო სასამართლოს თემა, სანამდე შეიძლება ეს მივიდეს და რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. და არის, იცით, ეხლა მოდით ესე ვთქვათ, მარგველაშვილი, რომელიც ეუბნება პრემიერს და იმას, რა ქვია, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დავჯდეთ და რაღაცა მექანიზმები შევქმნათ არჩევნების წინ, რომ პრევენცია მოვახდინოთ შესაძლო გართულებების თუ მანო
ჯავახიძე, რომელიც პრეზიდენტს ლოცს ეძახის ეთერში, ხო? რომელი ახდენს ინსტიტუტის დისკრედიტაციას? აბსოლუტურად აზზე არა, რას ბოდავენ, რას ლაპარაკობენ, ანუ ენას ძვალი არა აქვს, პრინციპით საუბრობენ. აქ ხო აღარც პოლიტიკაზე, აღარც ადამიანურზე, საერთოდ აღარაფერზე აღარ არის ლაპარაკი რა. და იგივე ხა კახი კალაძეს არ მინახავსო და მე ძალიან კომპეტენტურ კომენტარს რო აკეთებს, კაცო და მტკიცებულებებს რო ითხოვს. მტკიცებულებები იყო კორცხელზე, კაცო. ვიზეც იყო კორცხელზე მტკიცებულებები, ის ადამიანები ჩემი გუნდის წევრები არიანო და არ გაბედოთ ხელი არ ახავთ. ამასაც გაუსვა პრეზიდენტმა დღეს ხაზი კორცხელის ამბავს კიდევ ერთხელ. აი ეს რა არის, როდესაც გუშინ ეს ადამიანები ისევ მიტინგზე იყვნენ, პოლიტიკურ მიტინგზე მისულები, ესეც ხო უგუნურებაა ქართული ოცნების მხრიდან, რომ ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, თუნდაც შენი ძალიან ახლობლები იყვნენ და ძალიან დამალე რა ისე მიტინგზე რომ მიხავს და ცეცხლზე ნავთს რო ასხავ. აი ამის ჩასმა რომელ პოლიტიკურ ლოგიკაში შეიძლება, ხო? აი რა არის ეს ყველაფერი? გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გია ხუხაშვილმა უპასუხა ჩვენს შეკითხვებს. დღეს ამით რვიანი დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით, ასე რომ დროებით გემშვიდობებით.